სახში მიტოვებული და გაბოროტებული პროდაქშენი წარმოგიდგენთ. როლებში კოტე ჩაჩავა, მიქაელ გასპარინი და ჯონ სინსი. იტალიის ბავშვთა სახლში მიტოვებული. დღეს გაიგებთ ამბავს, თუ როგორ ფარჩაკდება ერთ-ერთი კვირა. კოტე და მიშა ყოველდღე მიმართავენ ხალხს, რომ სერვერი გასწორდა, მაგრამ პრობლემა კვირის განმავლობაში იგივე რჩება. თუ მართლა გჯერათ, რომ ეს გასწორდა, ნიშნავს რამეს. ან იქნებ ნამდვილად ჭყეპერტი არ არის. რელიზის ავტორია იტალიელი დოსერი ჯონ სინსი. გონი ეს არ უნდა დაგვეპოსტა. რა მოხდა შემდეგ, თუნდაც მანამდე სანამ ამ პოსტს ვიხილავდით. და ის მომენტიც, როდესაც მიშამ აღნიშნა, რომ 40 კაცზე მეტი ვერ იყრებოდა. მაგრამ ამ დღეს მგონი ყვლას გახსოვთ 150 კაცს ძლივს ხდებოდა სერვერი. შემდეგ კოტე იწერებოდა, რომ 250 კაცზე რაღაცას იზავდა კოტე ჩაჩავას, საბოლოოდ მოიფიქრა და ეპოსტა, რომ გასწორდა ყველაფერი, მაგრამ როდესაც მიშამ გასტრიმა მთელი ეკრანი შავად ჰქონდა, break time 0. საბოლოოდ მიშამ გამოსავალი იპოვა და CF წააშლევინა ხალხს, მაგრამ უცებ ვერ იგებს თუ რატომ არ მისდით ხალხს მაილზე კოდები ყველა სკრინში ჩანს დრო. EDRP, new IP და ISIP. ISIP იქნება ახალი. რამდენჯერ უნდა ვთქვა და როგორ უნდა ავხსნა სხვანაირად, რომ გაიგოთ. ვა. დოსერი რა არის და დოსერი ეს არის, აი. აი. ბოტნეტი, სპოფინგი და რაღაც სხვა მეთოდები, ყველაფერი ეგ არის დოსერი და მიდის ნაგავში. და ლეგიტიმური მომხმარებლები ესე მწვანე ზოლით შედიხართ. აეროპორტებში რო გაივლით ხოლმე, ხო იცი? ის რო დგას. რაც გამოწმეთ, რაღაცაში რო გაივლით ხოლმე და თუ კანონდამცველი ხარ რო გატარებს, აი ეგრეა რა, React Lab-ი იგივეა, ესე ყველაფერს ატარებს თავის დაცვის ქვეშ, ფარის ქვეშ, რაც არის ლეგიტიმური უშვებს და უკავშირდება ჩვენ სერვერებს და რაც არის ცუდი ყველაფერს უშვებს ნაგავში. როგორც ეხა ამ ახალ იპზეა. აქ. ვინც არ უნდა მოინდომოს, გადოსვა აი ამ ახალი იპის, ჩემს ყლეს გადოსავს. მარტივად რო გითხრათ. მაშინ მტყვანის დედა მოვსთხან. საბოლოო ჯამში ეს იყო ხალხო დამეზარა კიდევ მეტი რამების ჩასმა, მაგრამ სანამ მიშიკო წაშლის სტრიმ შეგიძლიათ იხილოთ კოტე რომ პოსტავს EDRP გასწორდაო. და პრობლემა იგივე გქონდა, ასე რომ ვნახოთ მიშას ფორა მივეცი, ვნახოთ მართლა თუ გაუძლებს ახალ ტალღას, ასე რომ მზად იყავით მოთამშები იქვინებს აიღებთ. კოტე მეორე ტალღაზე 8x დონაცია ჩართო ხალხს ხონდა უნაზღაურო დანაკარგი, სხვანაირად არ გამოვაჭყრთ. სერვერი ხო არა ეს EDRP ხარისხი, აქ არაფერი მოგივათ EDRP გიცავთ თავის React-ის ფართან თუ კანონმორჩილები იქნებით.